ძალიან მაგარი ამბავი უნდა გიამბოთ, ჩემო მეგობრებო, ძვირფასო გაყურებელო. დღეს დაახლოებით 8-ის ნახევარზე ბრუნდებოდი რა მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახიდან, აგარაკიდან თბილისში უკან მეუღლესთან და მცირე წლოვან შვილთან ერთად ამ უკანასკნელს ეძინა უკან მის საბარძელზე მე და ჩემი მეუღლე რაღაცას ლაპარაკობთ, საუბრობთ რაღაც თემაზე და მესმის საპატრულო მანქანის თანამშრომელთა ხმა პატრულის ეკიპაჟის მარტივად რომ ვთქვა. გავაჩერე მანქანა, მოვიდა პატრულის თანამშრომელი გვარი არ ვიცი და მთხოვა საბუთები, მე გადმოვედი და ასე დაიწყო ის, რომ მე შევუერთდი და ბედნიერი ვარ, გულახდილად გეტყვით, ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი იმ დიდ ჯგუფს მოქალაქეებისა, რომლებიც დაჯარიმებულნი არიან უმეტესწილად რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო. მაგრამ იმ მომენტში მე არ ვიცოდი, კი ვარაუდობდი, მაგრამ არ ვიცოდი, სუსტად დაზუსტები და არ ვიცოდი, რომ ამის გამო დამაჯარიმებდნენ აქედან გამომდინარე გარეთ დარჩენილ პატრულის თანამშრომელს, რომელიც ავტომობილში არ დაბრუნებულა, იქვე იდგა, ვკითხეთ, იმარა რამე დავარღვიებით კი? არაო, რას ბრძანებთო, ბატონო ირაკლიო, არაფერი არ დაგირღვევიათ, უბრალოდ უნდა გადავამოწმოთ, რამდენად კეთილსინდისიერი ძღოლი ხართო. რა აბსურდულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა კიდე ბევრ ამბავს გიამბობთ ამ აბსურდულობის თაობაზე, რამდენად კეთილსინდისიერი მძღოლი ხართო, რამდენად ხშირად არ ღვევთო, აი მეთქი ხანდახან ვარ ღვევ, დამირღვევია, წელს არა, შარშად დამირღვევია. მეთქი და რაღაც საკუთებს გადავამოწმებთ და როგორ მითხრა, არ გეგონოთ რომ გაკავებთო. რაზე უნდა დამაკავოთ მეთქი. მათ არ ჩაუტარებიათ არც ალკოტესტი, არ მომდავებიან არც ერთ დარღვევაში, მართლა მოძრაობდი დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით, არ დამირღვევია, ანუ არაფერი და ცხადზე ცხადია, რომ ისინი რომელიღაც ეტაპზე ჩემს მანქანას სახელმწიფო ნომრით 678 VV678 YV თუ პირიქით, 678 არის ვაშინი ნამდვილად აედევნენ და აი ესე გამომიჭირეს არმისული, რა გამომიჭირა გონი მეთქვა არმისული გაგარინის მოედნამდე რესტორან ვეფხი და მოყმეს რომ გამოსცდები დაახლოებით 50-60 მეტრში საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის გადმოხმა. ამასობაში გადის წუთები და მეორე საპატრულო ეკიპაჟიც მოგვადგა. იქიდან გადმოვიდა ვოვა სიწვერიძე, შეიძლება მეშლება გვარსახელი, ამიტომ არ აქვს ესეთი პრინციპული მნიშვნელობა. ისე რაც არ აქვს, გადმოვიდა ეს ვებაკაცი დიდი კაცი იყო და ისი ხა ჩაომართვა ხელი, მე ვთქვი გადავარღვიებით კი ხა ამასაც ვეკითხები, არაფერი არ დაგირღვევიათო და გამერიდა მე. კვლავ ვიმეორებ, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა ჩემს მანქანას. უკვე შემდგომ, როდესაც გადმომცეს 5000 ლარიანი ჯარიმის კვითარი და განმიმარტეს, რომ ჩემი ბჭყალებში დანაშაული ეხება მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, როგორ ითქვა, ხოდიში ზუსტად მე გეგვიცი, უსაფუძვლო გადაკეტვას, მაგაზეც ვიტყვი ორ სიტყვას, საფუძვლიანი რა არის და უსაფუძვლო. განმიმარტეს, როცა განმიმარტეს, მე ვკითხე, რომ ესე მანქანა დაზდევთ მეთქი ამ ხალხს მეთქი. ანუ იცოდით მეთქი, რომ ამ მანქანის მძღოლი, პატრონი და მძღოლი არის პირი, რომელმაც დაარღვია
დინარაძისეული კანონი. დინარაძეთა მიერ მიღებული კანონი. არაო ჩვენო ბევრს ვაჩერებთო. და ვინც დაარღვიაო, ნუ თხარი მაშინ მეთქი ან რაღაც შეგემოწმებინათ ალკოტესტი გაგეტარებინათ, იქნება სხვა რამე დავარ, იქნება ნასვამი ვარ საერთოდ. არა, ცხადია მათ წინასწარ ქონდათ ინფორმაცია, რომ ამ მანქანის მძღოლი უნდა დაეჯარიმებინათ. უკვე შემდგომ მომივიდა, ჩემ მეუღლეს უბრალოდ მომივიდა SMS-ი იმის თაობაზე, რომ ავტომობილია დაჯარიმებული. მოკლედ ავტომობილია დაჯარიმებული თუ მოქალაქეა დაჯარიმებული, ვერ გამირკვევია, უბრალოდ გამირკვევია, მაგრამ აბსურდის დადასტურებაა ეს ერთის მხრივ მოგდის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავტომობილი 678 დაჯარიმებულია, ჩემი ავტომობილი და მეორეც მხრივ უშუალოდ მე როგორც სამართალ დამრღვევს გავამეწერა ჯარიმა 5000 ლარიანი. 5000 ლარშიც არ არის საქმე. მინდა კარგად არ გავმარტოთ, კარგად ავხსნათ რა ხდება ამ ბიზნე ივანიშვილის მიერ შექმნილ სახელმწიფოში, ბიზნე ივანიშვილის რეჟიმი რას აკეთებს მოქალაქეების წინააღმდეგ. კითხე ამ ვლადიმირს თუ რაც ქვია ვოვას პატრულის თანამშრომელს 24 თებერვალი იცი მეთქი რა თარიღია მეთქი და არაო გაურკვეველ პასუხს აძლევს. დიახ, მე 24 თებერვალს ვიყავი ჯერ უკრაინის საელჩოსთან, ავტომობილით მივედი. უკრაინის საელჩოსთან რომ მივედი, ვიდრე რუსთაველის გამზირზე წასვლამდე, მანქანა გავაჩერა იქ რო რესტორანია ბენზოგასამართი სადგურის უკან, რომ პეტროლია თუ არ ვწდები იმის უკან, ესეთი წრერო შემოდის, სადაც ავტობუსებიც უხვევენ. ვიყავი უკრაინის საელჩოსთან, მერე დემონსტრანტები წავიდნენ ფეხით, მე გადავედი და ჯექი ავტომობილზე გამოვაგრძელე გზა. არა, მეშლება ბოდის ვიხდი. მანქანა დავტოვე იქ, ჩავთე ეგრეთ წოდებული პარკინგი და ავტობუსით წამოვედი მე რუსთაველის გამზირისაკენ. მანქანა კვლავ ვიმეორებ იქ არის. აი ხლა რომ ახსენდება დეტალურად. მერე მოვხვდი მე რუსთაველის გამზირზე ვიყავი, არ დავასახელებ ხა ისინიც რომ არ დააჯარიმონ, თუმცა ერთი მათგანი დაჯარიმებულია ნამდვილად ორჯერ მინიმუმ. სამეჯერას რომ არ დააჯარიმონ. ჩემ მეგობრებთან ერთად საჯარო პირები არიან ეს ჩემი მეგობრები, კარგი ხალხია ეს ჩემი მეგობრები, პატრიოტი ხალხია. მათთან ერთად ვიყავი და აი ხა უნდა ვთქვა ერთ-ერთი მთავარი პოინტი. არ დამითვლია, მამუკა მდინარაძე მომისმინე ყურადღებით. არ დამითვლია მე რამდენი ვიყავი, ვინც დაარღვია ბჭყალებში, ვინც გადაკეტა რუსთაველის გამზირი. არ დამითვლია, არ მომითვლია 1 2 3 4 5 347 349 არ დამითვლია. მაგრამ ვიყავი დაახლოებით 500 იმ პირველ 500 ადამიანში. ანუ 500 მეერთე თუ არის ის კანონიერად აკეტავს, ესე ხომ არ დაიწყებ დათვლას, რომ აი მოდი მე ხარ რუსთაველზე გადავალ, თუ ჩემს წინ 500 კაცია და აი 500 მეერთე როცა ხარ უკვე აღარ გაჯარიმებენ. მამუკა მდინარაძეს მიმართავ თუ დეპუტატს ნებისმიერს ეგრეთ წოდებულს ხუნტის წევრებს. რა უნდა მეკნა? 357 ვიყავი ან 458. ასე ხომ არ დაითვლი. წავიდა ხალხი გადასაკეთად, წავიდნენ მომიტინგეები გადასაკეთად და მეც ვიყავი მათ შორის, არა პირველ ათეულში და არც ბოლო ათეულში. ერთ-ერთი. დაახლოებით იმ რაღაც 5000 კაცში, რომელიც იმ ჯერზე იყო 24 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია, იმ პოლიციელსაც მეუბნები თუ მაინც და მაინც ნახავს ამ ჩემ ვიდეო ბლოგს და მამუკა მდინარაძე ხო ალბათ ნახავს ან არ ნახავს არ ვიცი. მოკლედ ქართული ოცნების მომხრეებს მეუბნები მნიშვნელოვანი თარიღია. ყოველი წლის 24 თებერვალს მე გადავკეტავ და 357 თუ 359 ვიქნები, იმიტომ რომ 24 თებერვალს არის ქართული ოცნების ბიზნე ივანიშვილის რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპაციის გაგრძელების თარიღი 24 თებერვალი არის ეს. გადავკეტავ, ჩემზე წინ გადაკეტავ 348 და ჩემზე უკანაც, რა ვიცი, 7458 მოქალაქე თუ მეტი არ არის საკვირველია. პირველ ასეულში, 1000 ეულში, 2000 ეულში, 7000 ეულში, 10000 ეულში მე ვიქნები. დამოუკიდებლად იმისა თქვენი პატრულის მილიციის თანამშრომლები ამ ჯარიმას გამოწერენ თუ არა, დღეს 9 მარტია შესაბამისად 24 თებერვლიდან 4 დღე თებერვლის მისულამდე 13-14 დღეში. ეს რომ იცოდეთ. ახლა ამაზეც არ არის საუბარი. მე აქვე უნდა გითხრათ, ბარემ ყველა იურიდიულ პროცედურას გავივლე, ანუ გავასაჩივრებ
ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრონო განყოფილებაში, მერე სასამართლოში, მოკლედ რა იურისტი მეყოლება ნებისმიერ იმ აუცილებელ გზას დავადგები და გავივლი, რაც იმისთვის რომ სისტემა გაიჭედოს და თუ მაინც და მაინც ეს აღსრულებაზე არა ჯარიმა გამომეწეროს საბოლოო და მერე უკვე ამეკისოს ერთთვიანი ვადა პირობითად 3-4 თვის შემდეგ ამ 5000 ლარის გადახდისა, მაგრამ ამ 5000 ლარსაც ყველა პროცედურის გავლის და საქმის თეორიულად წაგების შემთხვევაში მე არ გადავიხდი. არა იმიტომ რომ 5000 ლარი არ მაქვს, მაგრამ ჯერ ერთი არ მაქვს. მაგრამ რომც მქონდეს ზედმეტი 5000 ლარი არავის არ აქვს. აქვს წილოსანს, ნინოს, აქვს დინარაძეს, აქვს ზარქოას, აქვს სხვებს და სხვებს, მაგრამ ჩვენ არ აქვს. კი არ წუწუნებ ახლა. უბრალოდ მე რომც მქონდეს, ასე გეტყვით, არ გადავიხდი. იმიტომ რომ კანონი მიღებული ამ ხუნტის მიერ არის უკანონო კანონი. კანონი მიღებული ამ ხუნტის მიერ არის უსაფუძვლო და ადამიანის მოქალაქის დაჩაგვრისათვის შექმნილი კანონი, რომ მათ საკუთარი კონსტიტუციური უფლება პროტესტის გამოხატვისა როგორღაც ამ კონსტიტუციურ უფლებაზე თქვან უარი 5000 ლარი დაეკისრება 7 არიან მოქალაქეები, რომლებსაც 7-ჯერ, 8-ჯერ, 9-ჯერ, 10-ჯერ 5000 ლარი დაეკისრათ 50000 ლარს. ვინ გადაიხდის, ან ვის აქვს? კვლავ ვიმეორებ, დინარაძეთა გარდა. და რომც კონდეს ზედმეტი 5000 ლარი თუ 10000 თუ 15000 ვის აქვს? აი მე არ გადავიხდი პრინციპულად. გეტყვით პირდაპირ. მას შემდეგ, როცა გავივლი პროცედურებს და ამ პროცედურების გავლის შემდეგ, ანუ საჩივარი, სასამართლო, კიდე სასამართლო და ასე შემდეგ, თუ მაინც დამეკისრება ეს ჯარიმა, ანუ ეს ეგრეთ წოდებული სახელმწიფოდ წოდებული ხუნტა, ხელისუფლებად წოდებული ხუნტა, თავისას გაიტანს და მე მაინც დამაკისრებს ბჭყალებში უკანონოდ გამოწერილ ამ ჯარიმას, უბრალოდ უკანონოდ გამოწერილი ჯარიმა, ეს ყველაფერი ბჭყალების გარეშე. მერე უკვე როგორც საპატრონო პოლიციის თანამშრომელმაც განმიმარტა და მას რომც არ განემარტა, ისედაც ვიცოდით ცხადია, რომ მიდის აღსრულებაზე. ახლა მე გაჩვენებთ, უბრალოდ ვეცდები რომ გაჩვენოთ, ხო? არ გაჩვენებთ, მაგრამ და მენდეთ. სადაც ახლა ვარ, სახლში ვარ. 7 ნაბიჯში, ჩემგან ხელმარცხნივ, აქეთ. არის მაცივარი. ბრენდი არ მახსოვს. ჰიტაჩი. გამოვტენი ზეხმეულით და სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქტით. ქვითრებს წარმოვადგენ. ამ მაცივარში ამ 12 წლის წინ გადახდილი მაქვს დაახლოებით 1700 ლარი. ახლა მისი საბაზრო ღირებულება იქნება არაუმეტეს 500 ლარისა. წაიღეთ. 500 ლარი გამოტენილი, 500 ლარიანი მაცივარი გამოტენილი პროდუქტით, ამ პროდუქტის ქვითრებს ჩავტოვებ მაცივარში. უხეშად. 900 ლარის იქნება 400 ლარის პროდუქტს. დაგახვედრებთ. აქ ჩემგან ხელმარცხნივ არის გერმანული ბრენდის ტელევიზორი, რომელსაც ასევე სხვადასხვა 1700-1800 ლარი მაქვს მიცემული 2 წლის წინ. ღირებულება იქნება არაუმეტეს 1000 ლარისა, მოცემულ ეტაპზე ლიკვიდური ღირებულება, შეგიძლიათ ესეც წაიღოთ. ეს შენი დაახლოებით 2000 ლარი, 1800-1900 ლარი, 1500 თქვა. ეს სავარძელი 30 ლარი მეტი არ ეღირება მოცემულ ეტაპზე, ესეთი არის 4. თუ 5-4. ესეც შეგიძლიათ წაიღოთ. აქეთ არის ეს კამი, აქეთ არის სავარძელი დიდი, აქეთაც არის ჩემგან მარცხნივ ამ ეგრეთ წოდებული სამეულის კიდევ ერთი სავარძელი და იქით კიდევ ერთი სავარძელი. მოკლედ ეს ყველაფერი ჯამში იქნება რაღაც n ღირებულების. აი ამ ნახატს ვერ გაგატანთ. ჩემი ძმის დახატული არჩეულებრივი ცხენი. პატარაა. ამ ხელა ნახატებს ჩემი ძმა ყიდის. ნახეთ, რა კარგი ნამუშევარია. ყიდის დაახლოებით 300 ლარად.
გამიგებს ჩემი ძმა, ამასაც დავაბრუნოთ თავის ადგილზე. ამასაც გაგატანთ. ეს არის თენგიზ მირზაშვილი, ჩუბჩიკა. ჩუბჩიკას ნახატსაც გაგატანთ. ესეთი მაქვს 3, ამის ღირებულება მაღალია, დიდია. ესეთი მაქვს 3 ნახატი თენგიზ მირზაშვილისა. გაგატანთ თითოს ღირებულება ამისი იქნება 1000 ლარი. ხო, აი 1000 ლარი, 3000 ლარი მეტიც იქნება, მაგრამ 1000 ლარად მოგცემთ, შემელები 1000 ლარად. და 3 ნახატი, ერთი პატარა ნახატი ჩემი ძმისა, მაცივარი, სავარძელი, ესკამი, ტელევიზორი, 5000 ლარი შევროვდა. ვინც არ წაიღოს, უშუალოდ მამკომდინარაძე მობრძანდეს აქ ოღონდ. ხვას არ გავცემ. ვინც არ წაიღოს, ვინც ახო დიაცი იყოს. ანუ ცუდი კაცი იყოს. ჩამოვიდეთ, ამას დავაბრუნებ თქვენის ნებართვით. კედელზე დაელოდება მის ახალ ფლობელს, მათ დაელოდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ეკიპაჟი გასაკვირველია ამედევნა. 24 თებერვალთან დაკავშირებით მე დავება. აქვე დავუანონსებ, კი არა, აქვე დავასპოილერებ, რომ კარგად იქეკეთ. 25 თებერვალსაც ვიყავი. მანამდე თბილისი მოლიქვია, ხო? თბილისი მოლთანაც ვიყავი. საერთოდ 29 თებერვალსაც ვიყავი, 24 თებერვალსაც ვიყავი. 29 ნოემბრიდან ვარ ძალიან ხშირად რუსთაველის გამზირზე. და არაერთხელ გადავკეტე კუჩა, არაერთხელ ვიყავი იმ 350 მოქალაქეს შორის, პირველ მოქალაქეს შორის, ვინც გადავიდა რუსთაველის გამზირზე. საფუძვლიანი გადაკეტვა რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ ვიკითხავ. იმას, რომ 700 კაცი დაინახო და 701 იყო? აი 700 კაცი თუა პირველ გადამკეტი, ის უსაფუძვლოდ კეტავს, ხოლო 701 აუცილებლად საფუძვლია, კი რა, აბსურდია ეს ყველაფერი. ახლა კიდევ ერთი ნაწილი. მე გულახდილად ვიტყვი. არა მაქვს 5000 ლარი, მაგრამ სხვადასხვა ფონდების და ასე შემდეგ საშუალებით მე შემიძლია ამ 5000 ლარის მოზიდვა. თუ ფონდებს არ ეკნებათ თანხა, შემიძლია სესხება ამ თანხისა. გავიგე. არა ვარ მე იმ მოქალაქეთა შორის, ვინც არაშეძლებულია. გარკვეულწილად არა მაქვს, კვლავ ვიმეორებ. მაგრამ რომც კონდეს, რატო უნდა გადაგიხადოთ მე თქვენ 5000, რატო უნდა მოვაკლო მე ჩემს მცირეწლოვან შვილს 5000 ლარი. რატომ უნდა მოვაკლო? რისკენ უბიძგებთ საერთოდ მოქალაქეებს თქვენ ხუნტის წევრები? იმისკენ უბიძგებთ რეალურად, რომ მათ ამ ჯარიმების გამო სხვებმა სხვა რეალური და ნამდვილი სამართალ დარღვევა, კანონის დარღვევა ჩაირინონ, კანონი დაარღვიონ. ვიღაცამ რაღაცა მოიპაროს და გაყიდოს, რომ როგორღაც შეკრიბოს ეს 5000 ლარი. ჩემზე მე ხო საჯარო პირი ვარ. კვირაში ერთხელ ტელევიზორში გამოვდივარ, ვიღაცა მიცნობს, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას არ მოვწონვარ, ვიღაცას ვძულვარ, მე მეტნაკლებად ჭყალებში დასაკვირველია ცნობადი პირი ვარ, რომელსაც აქვს გარკვეული შემოსავლები. კი დასტურებთ რომ აქვს. მაგრამ რომც კონდეს 5000 ლარი არ გადაგიხდიდით. მაგრამ ვიღაცას ვინც რუსთაველის გამზირზეა რა ჩემზე წინ არის და არის 257, იმას ხომ არა აქვს ეს შემოსავლები. რისკენ უბიძგებთ იმ მოქალაქეს რომ მოიპაროს? რომ მერე უკვე ჩაავლოთ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროთ? ამისკენ უბიძგებთ? რა, ანუ რა არის თქმა და რა უბედურებაა ეს 5000 რატო 5 და არა 700, 148. რით ვერ გაიგეთ სხვათა შორის, რომ რაც არ უნდა ბევრი ჯარიმა დაგვაკისროთ ჩვენ თავისუფლების მოყვარე ადამიანებს, ჩვენ მაინც გავალთ რუსთაველზე და
სულაც არ ვიდგებით ტროტუარზე. და ვიქნებით იმ 700, 900, 500, 300, 157, 2250 მოქალაქეთა შორის, ვისაც შეუძლია და ვინც ხდება რატომ უნდა გადაიკეთოს რუსთაველის გამზირი ან სხვა რომელიმე სივრცე ქუჩა. ეს ხომ ჩვენ ვერ გვაშინებს, არ გვაშინებს, ხო ხვდებით, ვერ ხვდებით. ასეთი დებილები ხართ მართლა. არა, შენ ურაცხყოფის გარეშე, რა თქმა უნდა. არ გაყენებთ შეურაცხყოფას. უბრალოდ ხსნი ასე კარგად, ასეთი ჯოჯოხეთური, რეპრესიული კანონი, ვისა 5000 ლარიანი ხელფასი ამ 5000 ლარს რო აკისრებთ, ისე რომ სხვა საჭიროებებიც ბუნებრივია მოქალაქეებს აქვთ, ხო? ზოგს კრედიტი აქვს უმრავლესობას. აღარ ლაპარაკობ პირველად მოთხოვნილებებს, პირველად საჭიროებებს. პურზე, ესე რომ ვიტყვი, ეს რო ამბობენ ხოლმე, ხო? ელექტროენერგიაზე. წყალზე. წყლის გადასახადზე, მავიცი. ბუნებრივი აირის გადასახადზე. ესე რომ დააბრეხვებთ ხოლმე ამ თანხას, აი ვინ ახართ საერთოდ. რას წარმოადგენთ საერთოდ. გარდა იმისა, რომ იმ ოლიგარქის ქვემდებარეები ხართ. ანუ თქვენ გაქვთ პირველი მოლოდინი იმის რომ შეგეშინდება, არ მოხდება ეს და მოლოდინი კი არა სურვილი იმისა რომ ამ ჩვენგან ზოგს მაინც წასწდება ხელი რაღაც სხვა უკანონობაზე, ანუ ცისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება უკვე მომავალში. ტაბლიაშვილს არა, მე არაფერს მოპარვას არ ვაპირებ ცხადია. ოღონდ მე არც გადახდას არ ვაპირებ. წაიღეთ. თენგიზ მირზაშვილი, გიორგი ტაბლიაშვილი. მაცივარი ჰიტაჩი, ტელევიზორი მერცი, თუ არ ვწდები, სავარძელი არ ვიცი რა ბრენდია, ესკანიც არ ვიცი რა ბრენდია და ასე შემდეგ. წაიღეთ. ოღონდ მამუკა მდინარაძე ბრძანდეს აქ. მან გაბედოს, აბა. არა, ცხადია მას არ ეკისრება, მაგრამ ამ ამ აღმასრულებლებს რომ აკისრებთ ამ პასუხისმგებლობას, რომელსაც ყავთ მეუღლეები, შვილები, რომელსაც უტყდებათ, რა თქმა უნდა, ამგვარ იქმედება. ეს კაია, სწორია. საბოლოო ჯამში მე მაინც ძალიან გვაყოფილი ვარ, უდახტილად გეტყვით და ბედნიერი ვარ, რომ ვარ იმ მოქალაქეთა შორის, მათ შორის ბევრი ჩემი ნაცნობი, ზოგი ჩემი ნაცნობია. გული მწყდებოდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ დამეკისრა ეს ჯარიმა. გული მწყდებოდა, რომ მე ადამიანი, რომელიც 29 ნოემბრიდან ეს უნდა მეთქვა, დამავიწყდა ამის თქმა. და მე მოწმება ბევრი მოქალაქე, ვინც ნახა ჩემი ის ვიდეო ჩართვა. 29 ნოემბერს ოსაკო ბახიძემ გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაციას აჩერებენ ავტომობილში. ამ ავტომობილში 678 სახელმწიფო ნომერი. ჩავჯექი, მართლა დავაშავე, როდესაც პირდაპირ ეთერში მართავდი ავტომობილს და ჩავთე ტელეფონი და ვთქვი, ეხლა არ გავიმეორებ, რომ თეორიულად YouTube-მა არ დაბლოკოს ამ სიტყვების გამო. მაგრამ შევიგინე, ჩვენი მისამართი შევიგინე. მე ვთქვი ამგვარი რამე და მე მოწმება არ ვის ბევრი. ზურაჭია ბერაშვილი და მე მოწმე ზურა. სხვების და მე მოწმები არ. ვინც არ გამოვიდეს ქუჩაში, ჩვენგან არ გამოვიდეს და ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას, რომელმაც 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, ვინც ამის გამო უკვე არ შეეწინააღმდეგოს, იმის ესეც და ესემც მეთქი. იმიტომ რომ თქვენ არ უნდა გაგივიდეთ, არ გაგივათ, მაგრამ ახლა ესე ვიტყვი, ასეთი სინტაქსი იქნება, არ უნდა გაგივიდეთ საქართველოს ღალატი. თქვენ ქართული რუსული ოცნების წარმომადგენლებს. თორე 5000 ლარს ტაბლიაშვილი გადაიხდის თუ არა, წაიღებთ თუ არა თენგიზ მირზაშვილის ერთ მეორე ან მესამე ნახატს, ან გიორგი ტაბლიაშვილის ამ ნახატს, ხო? ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. არ უნდა გაგივიდეთ თქვენ საქართველოს ღალატი, იმიტომ რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. საქართველო უნდა გადარჩეს და არ უნდა იყოს აი ამ ბანდების, ვინც მოქალაქეებს უკრძალავს აზრის გამოთქმას, ვინც რეპრესიულ კანონებს იღებს, ვინც აქედან
ჩვენი საქართველოსთან აკეთებს მინი ბელარუსს თუ მინი რუსეთს და ერთგვარ ბელარუსს, მათ არ უნდა გაუვიდეთ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 5000 ლარი, 5000 ლარის დედა არ ვატირე. რა 5000 ლარი? ვინ ხურდავდება ამ 5000 ლარს? ამიტომ მე გპირდებით, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ 24 თებერვალს, ეგ რა მაგის პასუხი არის, ჩემი ქორწინების დღეც არის. მინიმუმ წელიწადში ერთხელ 24 თებერვალს. შესაძლოა 25 თებერვალს, შესაძლოა 31 მარტს, შესაძლოა 9 აპრილს, შესაძლოა 26 მაისს, შესაძლოა 7 აგვისტოს, შესაძლოა 8, 9, 10, 11, 12 აგვისტოს. სხვა თარიღების გახსენება შემიძლია, რასაკვირველია. მე გადავკეტავ რუსთაველის გამზირს 5 კი არა 50,000 ლარიანი ჯარიმა რომ გამოწეროს კონკრეტულმა და კოლექტიურმა მამუკამთინარაძემ, ანუ ბიზინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნებისმიერმა წარმომადგენელმა. მან რომ მიიღოს კანონი ამგვარი ჯარიმების გამოწერის დაობაზე, ამგვარი ჯარიმების დაკისრების მოქალაქეებისათვის დაკისრების დაობაზე. გადავკეტავ მეც და ჩემზე უფრო მაგრებიც გადაკეტავენ. აი მე ხო ვიყავი პირობითად 350 თუ 359 აღარ მახსოვს. სიმართლე გითხრათ, ჩემზე წინ ხო იყო 350 ან 780 ან 1827 ან 9358 მოქალაქე. ისინი ცხადია ჩემზე მაგრები არიან და ისინი გადაკეტავენ. და არავის არ შეეშინდება იმ 5000 ლარიანი ჯარიმისა თქვენ საწყლებო, უბედურებო, თქვენ ორჯონიკიძის გვერდით უკვე ისტორიაში მოხვედრილო. საქართველოს ღალატით დაკავებულო, დეპუტატებად წოდებულო, ბანდიტებო, ხუნტის წევრებო. ახლა დავსხდეთ, დავჯდეთ. გავასწოროთ კამერა. მე ვარ თქვენ შორის ჩემო მეგობრებო, ვინც უკანონო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი დაარღვია და ვისაც დაეგისრა ეს 5000 ლარიანი ჯარიმა და მე ამის გამო ვარ გულახდილად გეტყვით ბედნიერი. ნახვამდის.